მოკლედ დავბრუნდით უკვე მაფია 3-ით. Trust me, Ellis. Here in a bit, this will all be behind us. ესე იგი, რაც ვაკეთებთ ახლა არის ის, რომ მივდივართ უკრინდან ვადგებით, ანუ ამათ როგორც ჩანს წყალში ხვდებით, მაგრამ მე აქ არ ჩახვდებოდი, იმიტომ რომ აი ალიგატორი არის იგერ თუ რაღაცა ნიანგი. და დიდი ვარაუდით მომიწევს ახლა მაგაზზე ბრძოლო და არ მომწონს წყალში ესე ბოდიალი მით უმეტეს ჭაობში. აი. ო დაეტაკა ის. კაი, ადი ზემოთ. ხო, შესაძლოა ეხლა გავაკეთე ვიდეო, რაც შეეხებოდა გადმოწერას ჩეთების. ესე იგი, start enemies and avoid attention, enemy awareness. ხო, ეს ვიცი, ანუ დაიმალეო რა და შორიდან რომ უყურეო შენს მოწინააღმდეგეებსო. Oops. მოიცა პირდაპირ რომ მოკლა. And the other one. მოდი, ეს მოკლა პირდაპირ. Papa Legba, open the gate for me. Achabon Legba, open the gate for me. ეს ჯამაიკელია. For me, Papa, for me to pass. When I read, huh? აბა. შესაძლოა გამეკვირდა რომ თავი არ ჩაარტყა კიდე. მოიცა აქედან ხო შეიძლება რომ შევიდე და შევიპარო. კი, შეიძლება. აკრას იარაღიც არის მე მგონი აგერ. რაღაც ავტომატივით არის. ანუ ჩაკუზოს ჩაკუზო ვერ დავამუღამე თითქოს. კაი, ერთი ეგერ დგას, მეორე მოდის აქეთ და Should have killed that old man a long time ago. უნდა მომეკლავო ეგ მოხუციო. Ask him to come down on us. That cracker asshole don't give a shit about some worn out nigga. Long as the money's coming in my account, don't care who's into it. ეგარი. ეხლა ლაპარაკობენ სემის ჩარევაზე მარკოსთან ერთად. მარკო ჯეჯობით კიდევ ვერ გავიგე ვინ არის, მაგრამ ჰაიტები რო გავიგე, ეგ ვიცი ვინც არის. და ეს ადგილი არის ჰაიტების, ოღონ ამას ან თალკე რაღაცა პრეზიდენტი ხო აღნიშნეს, მაგრამ ის პრეზიდენტი არ არის ამ ჰაიტ. ეს ჩვენი ძმა ხო არ იყო კაცო? ძალიან გავდა. ხო, ჰაიტები არიან ესენი, მაგრამ ბაკო ქვია მე მგონი თუ ვიღაცა, ვინც უძღვება ამ ხალხს, ანუ ამ კონკრეტულ ჰაიტებს აი აქ. და ძმას კიდე რაც შეეხება, ანუ ის ჩვენი ძმა ყოფილა. ის არის უბრალოდ ჩვენი ნახევარ-ძმა, ესე რომ ვთქვათ. შეგვიძლია კიდე რომ დავშტინოთ. I heard something I don't like. რაღაცა გავგონა რა არ მომწონსო. ხო, აი ბაკა აწერი ეგრე, ანუ ბაკა არის ესე იგი ამ ყველაფრის აქ ლიდერი. მაგრამ მოვიშორეთ მაგასაც მალე თავიდან. ოპა. იმედია რომ ამის ყურელი არ გავგონია არავის ახლა აქ. კაი, კიდე ერთი მახსოვს რომ იყო ვიღაცა, მაგრამ არ ვიცი სად არის. უი, ეს რამხელა ადგილია კაცო. აქ რო ეხა მე სტელცით ვიარო, ძალიან დიდი ხანი დამჭირდება. დამინახა? Eyes on him. Get over here. Y'all got your guns? აუ, დამინახეს. რავალტყვილა ვიწვალე. კაი, ნუ არა უშოს. სად მოდიხარ აბა? არა, ძალიან, ანუ სწრაფად მოძრაობს და მაუსი, მაგრამ არა უშოს. მე ხომ მაინც სნაიპერი ვარ, მაფია 2-ის და მაფია 1-ის გამოჩნდა ეგ. უი. ისე ბარემ ჩეთი ხوار გამოვიყენო და გაჩვენებთ ეხლა თუ როგორ მუშაობს. ნუ პრინციპში გაჩვენეთ უკვე იმ ვიდეოში, მაგრამ მაინც. ანუ პრაქტიკაში არ მიჩვენებია, უბრალოდ თეორიულად გაჩვენეთ. კაი, მოდი ეს სნაიპერი გამოვიყენოთ, რაღაცა ძველი ტაქტიკური იარაღი. თან ეს ხო ეს უნდა მეფეთქებინა, კაი რა. თან ეს ხო ჯარისკაცი არის და კარგად იცოდება მაგის გამოყენება მით უმეტეს. ისე საინტერესოა რომ მეორეშიც ვიდეო ჯარისკაცი იყო, აქაც კიდე ეს ჯარისკაცი არის. ვერ წახვალო ვერსად. აუ რა უაზრო იარაღია ეს, რაღაც ძალიან ფანტავს რა ტყვიებს. და სხვადასხვა შეეთი არსებობს ამისი რომ ესე ტყვიები არ გაფანდოს საკეთიქეთ და ეგრევე მოხდეს. ვიღაცა აქ რო არის ეგ ვიცი, მაგრამ სად არის ზუსტად არ. აი. ვიდეოსაც შეეხება.
ვიდეო კიდე გამოჩნდება აქვს. თქვენ არ დამასპოილეროთ ეხლა ძალიან თქმა უნდა. ანუ ვცდილობ რომ არ შეიძლება თავიავიდო სპოილერებიდან. TikTok-ზე ხდებოდა ხოლმე რაღაცა ვიდეოები, აი ვიდეოსთან დაკავშირებით, თუმცა მაფიაურს თამაშობდი, მაგრამ აი როგორც კი ვნახავდი მაფიაურის რაღაცა ვიდეოს ვიდეოზე, ეგრევე ვთიშავდი ხოლმე, იმიტომ რომ არ მინდოდა საკუთარი თავი დამასპოილერებია მაგ თამაშზე. მინდოდა რომ მეგოსულიყავი რა. ხო და სპოილერები არ დამიწეროთ, მაგრამ თუ რაღაცა საინტერესო ინფორმაცია არის, რაც არ ჩაითვლება სპოილერად, მაშინ შეგიძლიათ რომ ეგ დაწეროთ, მაგრამ მე კიდე გეუბნებით რატომღაც აი გული მიგრძნობს, რომ ეს პერსონაჟი მოკვდება ბოლოს. ისტორია ისე მიდიოდა და ის ესე იგი, ცეს დახმარებით შემიძლია რომ ადრენალინი გამოვიყენო? აი მოდი წავიდეთ ახლა ჩვენ უკან აქ, იმიტომ რომ ის იყო რა ქვია, მედკიტი. მოიძეს გამოვიყენე კაცო უკვე არ მახსოვდა. ისევ სუნთქავ რომ ასე მგონია მე ვარ ამ თამაშში კაცო. ეს ხო რა ბაკა. მე მგონი ეს იყო. აი, ტომი განიავიღოთ, ახლა მირჩევნია პირველად მაგას, უცებ დავიჰილები, მაგრამ HP ბოლომდე მოგსაწეული, ამიტომაც არ მინდა. კაი, შევანგრიოთ, ახლა შევედით უცებ. So. უნდა მოგვეკალე როცა შანსი ქონდა ჩემი რა მოკლის. წადი შენიო. You made a big mistake going after the hollow. შენ ძალიან დიდი შესაძლებლობა დაუშვია. ჰალოსთან არ უნდა წამოსულიყავიო და ესეუნება ეხლა რომ ჰალო მოღალატეების მიერ არისო. ღონისძიებულიო რა. ანუ ეგენი მართავენო ჰალოსო, მატყუარებიო. ეს მიღაა კიდე. სხვადასხვის ინფორმაცია გავიგე რაღაცა, სადაც შეღორო ჯოჯოხეთი წადიო. დამშვიდე. დღეებიო ეხო ჩაკეტილი ვყავდიო მე ამასო, ცემდაო, მიყენებდაო. წავრი თუ შენ ცოტა შენს ოჯახსო რა. მკვდარი არისო, მკვდარიო გაჩერდიო. ვეღარ გატინს ეხა. მორჩაო? ეს არასოდეს არ მორჩებაო. რა ენაზე ლაპარაკობენ, ანუ ფრანგული ერი თუ რაღაც ჯამაიკენი. ეს ნაბიჯვარი ჰეიტელებიო ესენიო. სამის ბიჭი არისო შეგნითო. ხო მე ვარ ბიჭებო. მე. მოლოტოვი და გრანადა, ესე იგი ჯეთი შემიძლია დამიზნება, ჯეთი მერე შემიძლია სროლა და Q-ი შემიძლია მაგის გაუქმება. და Z-ი შემიძლია არჩევა, გასაგებია. კაი. ეს გასაგებია, მაგრამ აქედან მეგონა რომ ეს ცეცხლი არ ჩაქრებოდა, მაგრამ უჩა შევქრა და გაიარჩია. აუ წვიმსთან. ეს ჩემი ძმა სად არის? მოდი ვეცდები რომ გადავაგდო ეხლა რაღაცა ცეცხლი, მაგრამ წვიმაში რა ვიცი, ამდენად კაი იქნება, ამის გადაგდება. Q-ი ხო იყო კაცო გადაგდება. ეგრე დამიწერა რომ Q-ი გადააგდიო, მაგრამ ეხლა ვეღარ ვაგდებ. ეს ცოცხალი არის კიდე. არა, წამოტო ამიგანი ავიღოთ ჩვენ ისევე. ამაში ტყვიები არ არის სამწუხაროდ, მაგრამ რასიზმ. ვაიმე, Q-ი ისა კაცო გაუქმება იყო, ეგ სულ დამავიწყდა. ანუ ამერია ერთმანეთში რა, ხო, მართალი ხარ, მართალი. ამერია პროსტა. ეს ისე იძახეს თვითონ ეხლა რამაში იძამს აქ. აი, წავიდეთ ახლა აქედან, დიდი ვარაუდით ჩემი ძმა დამხვდება იქეთ. უიმე დაიმალე. პატარა ნავით მოვა.
ეს ერთი. ზემოთ არის კიდე მეორე, მაგრამ მოდი. Which one in his ear? და ზემოთ რომელიც იყოს ნახე საიდან მეპარება მე მომკლავს და მე უნდა ვიძახო საიდან იყო თქო. ეგ არის ხო. მოდი ვისროლ ერთი ჯანდაბას. რა აზრია, კაი, ის მაინც არ დაწვა, ვინც უნდა წვერი იყო და. ოპა, ნახე ხა. თუ გავარტყი ამას. ეგ არის. ავით, ამ მგონი ვერაფერი ვერ იქნა მაინც, მაგრამ ძალიან ბევრი ტყუა კიდევ ხარჯი მოგეში. არა. ხო, რაღაცა თითქოს ნემსივით მაქვს ადრენალინი ქვია და მაგას ვიკეთებ, როცა HP მელევა. ეგ აი დანამატი არის, იმიტომ რომ Mafia 2-ში უკვე ამ მომენტისთვის აი ძალიან ბევრი ჯერ ვიქნებოდი მკვდარი. და ეგ კაი არა დაამატეს რა. დაახლოებით Far Cry-ის მსგავსი ის არის. Far Cry-ში ხო იცი აი რაღაცა რო დააგჭიან და მე ჯოხებით რაღაცეებით ტყუიას იღებს, ან კიდე ხელი რო აქვს მოტეხილი. და მოტეხილი ხელს რო ასმე და ჩაისვამს და მე ვინ არის კაცო ეს? მიდი. და ნუ მოტეხილი ხელით მე რო იხილება, მსგავსი რაღაცა ხდება ხა აქაც დაახლოებით. მაგრამ რამდენი მაქვს არ ვიცი. მე მგონი ულიმიტო არის. იმედია ულიმიტოა. რამდენი არიან? ხო შეიძლება რომ გამოილივოთ, ეხლა დავიღალე. თან ანუ ექშენი კაი კი არის, მაგრამ ამდენი უკვე მე მოსაწყენი ხდება. ტყუები აქ არ არის, ვიღაცა მოდის. აუ, ჩვენი მანქანა. კაი დროს მოხვედიო, მაგრამ ჩვენი მანქანაა, ბიჭო, ეგ რატო გააფუჭე? ეს ვინ არის საერთოდ? ჩვენი ძმა არ არის ეს? აი, ნუ რა მნიშვნელობა აქვს? წამოწავეს. მოძრაობა და ესე იგი გრანატების რაღაცების სროლა. To drop explosive while driving G. ნუ იგივე არის რა. ესე იგი გამომეკიდებიან ეხლა მე. ყოველთვის უნდა გამოგიყვანო პრობლემებიდან, ხო? ბაკასთან ვერწავიდა ყველაფერიო. გავარკვიეთო ყველაფერიო რა მოვკალიო. ეხლა წავედით ჩვენ სამისთანო. მამაო ძალიან ბედნიერი იქნებაო. Been telling him for months we needed to do something like this, but Pops, I don't know. Sometimes I think he's lost the taste for this. დიდი ხანი ვეუბნებიო რომ მსგავსი რაღაცა გაგვეკეთებინაო, მაგრამ მამას არ უნდა დავეგო რა, ეგეთი ძალადობაო. ნუ მამაზე უკვე როგორ გითხარით, თქვა ეგეთი რაღაცა რომ ანუ ბედნიერი იქნებაო, მაგრამ არ უნდა დავრო ეგ გააკეთებინაო. და მე თქვა ეგეთი რაღაცა კიდე ამ ვიღაცა ბიჭმა ხარ მოგაკითხა აქ რომ აი ნუ რა მნიშვნელობა აქვს ხო ჩვენი ხელით მოგდებოდა ვეგო თუ ღმერთი წაიყვანდაო მაგასო. და საბოლოოდ მაინც მოვიშორეთ და არ ვიცი ხარ რა შეიძლება დიდად. იმიტომ რომ ეგ იყო ერთ-ერთი ლიდერი მაგ ჰაიტების ესე რომ თქვა რა ჩემი გამოცდილებიდან და ჩემი გაგებიდან გამომდინარე. ეს რა არის რა ცუდი განათება არის ძალიან. ვითომ ზია მოდის ალბათ, მაგრამ საშინელება არის. გაიწი ხალო იქეთ. გაიწი მერე. всё, ეგ არის. მე მგონი ძალიანაც არ დაგვიმდროვია მანქანა. ლინკოლნმა რაც ვერ გაიგო. ან არ უნდა რომ გაიგო. რომ სემისთვის ყოველთვის იქნებოდა მეტი ჰაიტელებიო. თუ ვიღაცა მიზდებდაო სემისო რომ ესე იგი სხვა ეძულებდაო სემისო რომ ცუდ სიტუაციაში ყოფილიყო და ეგ არასოდეს არ დამთავრდებოდაო. ანუ ესე იგი სემის სულ ვიღაცა მიზდევს. ეგრე დაამთავრა სწორედ ლინკოლნმა ვიღაცასთან მუშაობაო რა. ცუდი იდეა იყო რომ გაგიგზავნეო რა მეიქო. მე უნდა მიმეხედავ მაგ ყველაფერსისო.
შენ დიდებულიც არ იცი ეს, მაგრამ Every night, ყოველ დღე ტელევიზიაში right after the news, ნიუსების შემდეგ they show the names of all the boys killed over there in Vietnam. I'd be sitting in the kitchen eating my supper, watching that list scroll by, wondering if today is the day. ესე იგი, ვინც კვდებოდა ვიეტნამშიო რა, You never did. ყველა სახელს ვაჩვენებდნენ ტელევიზიაშიო. მე უკიდე შენ სახელს ვეძებდიო, მაგრამ They were. შენი სახელი ვაროს ადამი ნახავსო იქო. While later, pull up that bucket, there's nothing in it. მაგრამ მე გიღბალი არისო რა, მალე ადრე თუ გვიანო მაინც What are we gonna მოხდებაო do ეგო. about Marcano? ანუ სიკვდილზე არის საუბარი. Pay him his goddamn money one way or the other. Lottery gonna be enough to cover it? The lottery? მარკოს ფულზე რა ვშებითო და No. ავიცი ლადარია რომ მოგო თუ დაფარავს მაგ ფულსო? არაო. Wants you to meet him up the country club. Says he's got something in the works. Square things up between us. The only black folk allowed in there, they help. სალმადარეკაო რა და But they're not სამუშაო gonna say ჩვენთვისო. no to Sal Marcano. He says you get to come in, you get to come in. Fine. I always did want to see the inside of that place. კაიო, წავალო რა, You get to do სალთანო. whatever Sal asks, yeah? უნდა გააკეთო ყველაფერი ესაც სალი გეტყვისო, ხო? For all our sakes. ჩვენთვისო. Yes, sir. დიახ. ანუ აქცენტი აქვს რაღაც და ისე ცოტა უცნაური ამათ და ცოტა რთული არის გაგება. ანუ შეიძლება გავიგო კიდე, მაგრამ თან რო ვლაპარაკობ, თან თარგმნი და თან რაღაცა ცოტა რთულდება სავით, მაგრამ ნუ რაღაცას წავიცდილობ რა მაინც ჩემი აზრით. თუ ინგლისური იცით თქვენ კიდე, ეგ უფრო უკეთესი იქნება, იმიტომ რომ შეგიძლიათ რომ წაეკითხოთ მარტივად და ყველაფერი მარტივად გააკეთოთ. ეხლა აქ რეალისტური დრაივინგ მოდები და რაღაცები ამჭირდება, მე არც ეს ამჭირდება, ეგრევე წავიდეთ. ოპა, კიდევ დავიტაკე, მაგრამ ეგ არაფერი. კაი, წავიდეთ ახლა სელისთან, პლუს კიდე მაპსაც გამოვცდით და გავიგებთ თუ რამხელა არის ჩვენი მაპი. ხიძი არ გადავსულა კიდე არასოდეს, მაგრამ როგორც ვთქვათ, აი რაღაცა ჭაობი არის რა, ანუ თლიანი ეს ადგილი არის ჭაობი. და სხვადასხვა რამდენიმე ადამიანი ნახე, ვინც იმას ამბობდა, რომ ჯეტიასო, ბევრად ჯობიაო, მაფიაო და არ ვიცი. მე პირადად ჯეტია არასოდეს არ მეთამაშია ისე რომ აი მისიებს რაღაცებს გავდიოდი, ანუ ყოველთვის თამაშობდი ისე რომ ვიღაცას მანქანა განმოვათრევდი, მე მაგას მოვკლავდი, ან ვიღაცას ვცემდი, მე კიდე მანქანაში შევჭდებოდი და ნუ პოლიციას ვიკიდებდი და ეგრე ასე თუ ისე ვერთობოდი რა. მაგრამ მაფიაში უფრო ისტორიას მივყვები მე და თან კიდე პლუს საქმე ისაა რომ მე მგონი ჯეტია არასოდეს არ ყოფილა გამორჩეული ისტორიით რა. აი მაგალითად არასოდეს არ გამიგია ვინმესგან ის რომ აი ჯეტიასო მე ისტორიის გამო თამაშობ ძმაო, ან ჯეტიაში ისეთი მაგარი ისტორია არისო რომ აი უეჭველი უნდა ითამაშო, მაგრამ მაფიაზე გამიგია ეგ. ჯეტიას კიდე იმით თამაშობენ რომ მანდარი როგორც ის რაღაც სერვერები, სადაც აი თითქოს ისი აკეთებ ყველაფერს როგორც რეალურ ცხოვრებაში, ანუ რაღაც სამუშაო გაქვს და მუშაობ რა მე მაგ სამუშაოთი რაღაც მანქანას ყიდულობ რაღაც LPO თუ ეგეთი რაღაცა ქვია მსგავსი. ხო და მაგიტოს თამაშობენ, იმიტომ რაღაცა მუღამი აქვს მაგას. და მანქანებს რაღაცა ვიყიდულობენ, ანუ რაღაც ვითომ კარგად გავიზნობინებს თავს და თითქოს ისე გავიზნობინებს თავს, რომ მართლა ყიდულობ მაგ მანქანას რეალურად ალბათ, არ ვიცი. უცნაური არის ძალიან, მაგრამ მე პირადად აი კიდე მაფია უფრო მირჩევნია მაგ თამაშს. ამასაც შეეხება პირველ ეპიზოდში ვერ გეტყვით რომ აი რაღაცა კარგი უზნობები მქონდა ამ თამაშზე. პირიქით. ცოტა უარყოფითად ვიყავი განწყობილი, მაგრამ ეხა ასე თუ ისე ვაკვირდები რომ ცუდი არ არის, ანუ იმდენად ცუდი არ არის, რამდენადაც ვფიქრობდი რომ იქნებოდა ეს თამაში ცუდი. თან მეგონი თქვენიც მოგეწონოთ, იმიტომ რომ რამდენიმე დაწერა რომ ველოდებოდიო ამ თამაშსო, კარგი არის რომ ეს თამაში დაიწყეო და რატომაც არა. დღეში კიდე უნდა ვეცადო რომ გადავიღო ორ-ორი ეპიზოდი, მიუხედავად იმისა რომ დიდად ეხა არ მინდა რომ ორ-ორი პოლიციას დავეტაკეთ. ჩემი ბრალი არ არის. ვაი მე აუ, ცოტა არის ჩემი საქმე ახლა. ყველა გააკეთეთ აბსოლუტურად. აი ნუ მე მგონი გავექცევი ამათ, იმიტომ რომ წესი ჩქარი მანქანა მყავს, მაგრამ არ ვიცი, აი იმ წრიდან უნდა გავიდე. და მაგ წრიდან რომ გავიდე, პრინციპში გავიდი უკვე რაღა მაკლია. ეგ არის. დავკარგეთო უკეო, მაგრამ პოლიცია მაინც მომზდებს და რას ქვია დამკარგეს. და რა გამწერებული მომზდებს ნახე.
არა უშუს შეუხვევ ხა აქეთ. მე კიდე აქეთ შეუხვევ. აქეთ გზა არ არის, მაგრამ იქნება და გადავხვდე როგორმე. არა, დაკეტილია ყველგან. აი, მომიწევს რომ კიდე უკან წავიდე, მაგრამ იქ რო აუ, აქეთ პოლიცია მოდის. აუ, როგორ ვერ ვიტან რა, ესე რომ უაზროდ ამზდევენ ეს პოლიციელები, არ შემოვხვიო რა აქეთ. всё, ეგრე. არა, არა უშუს. აი, ეხლა ლამოზი არის ყველაფერი. ეხლა რაღაცნაირად, ანუ რო გამოვანათა მზე, ეხლა ისევ ჩაბნელი და არ ვიცი რა, აი, უცნაური არის ცოტა, მაგრამ საბოლოოდ გაუძლებ მაინც და ავიტან. აუ, კიდე პოლიცია. აქეთ არ შემოვხვიო რა. წადი მარცხნივ. აქეთ მოდის. ვახ. მოდი დავიკიდოთ. შემეშვეს. ანუ მორჩაო რა, გაკიდებაო, გაანებით მაგას თავიო. ანუ ეგ იმას ნიშნავს, რომ ხა გვერდი რო გავუარო, მე ამას ეგრევე არ გავამეკიდება. ხო? ხო, არ გავამეკიდე, კაი. არ ვიცი კიდე აქ მოიცა მაპზე უნდა ვნახო ისე ერთი წამი თუ გავხსნი მაპს. არ მიჩვე. კორვეტი. ეს არის C3 კორვეტი. ხო, კორვეტია. კი, ეგ არის. აქაც ვნახეთ. აქაც ვნახეთ, ძალიან კაი. მოიცა მაპიდან ის გაქრა ეხა, აქეთ უნდა მივიდეს. რატო არ მიჩვენებს როცა მაპზე ერთი წამი? ეხა მაპსაც ვერ ვხსნი საერთოდ, ავი, ძალიან მაგარია. მაპს რატო ვერ ვხსნი? ვაფშე ვერაფერს ვერ ვაკეთებ. სო. ცოტა დაბნეული ვარ, მაგრამ ეგ არ შემიშნიოთ. და რასაც გეუბნებოდით, ანუ ორი ეპიზოდი უნდა გადავიღო ხოლმე, უნდა ვეცადო მაინც, მიუხედავად იმისა, რომ დირად ეხა არა მაქვს მაგისტრული, იმიტომ რომ 2 საათი მეკარგებოდა, პლუს მე კიდე საათნახევარი მეკარგება ედიტში, მაგრამ რას ვიზამთ? მომიწევს ალბათ. და კიდე პლუს მინდა რომ სამუშაოც ვიპო, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ გამოცდების ქულები კიდე არ ვიცი ყველას, ანუ ის გრამატიკას რასაც გეუბნებოდით, არ ვიცი ეგ ქულა. შეიძლება ამ ვიდეოს რო დავდებ უკვე ვიცოდი, მაგრამ მაინც. შენ რა გეჭირდება საკეთებო? I'm here to see Mr. Marcano. მე მისტერ მაკორო უნდა ვნახო. ჩემი სახელი ლინკონ კლეია. I'll be goddamned. Mind your manners while you're in there, boy. Or there'll be hell to pay you here. შეგინდ რომ შეხვალო, კარგად მოიქეციო. კაი, არა პრობლემა. აუ, რა ლამაზი რამეა. და წარმოიდგინე ეს თუ ეხა მაფიის ბოსი არის, რა სახლი აქვს. მე ვიღაცა უფრო სხვანაირი კაცი წარმოიდგინა, მაგრამ რას იზამ. ლინკონ კლეი, ერთი შენ თავ შეხედე. Been a long time, Georgie. Oh, no shit. ეს ის არის. პოლიციაში რო იყო. დიდი ხანი აღარ მინახიხარო და ხო რა არს მე. Running from the cops. And Danny ending up in the drunk tank. Hell, man, I bailed him out. Besides, it was worth it to knock the hell out of them cracker assholes. Smoke? Sure. Oh, man. Sammy said Mr. Marcano wanted to see me. Mr. Marcano. სევინთქო რომ მისტერ მაკრონს უნდა ჩემინახავდა. Sound like a goddamn lawyer. Just call him Sal. სემი დაუძახეო რა ეგ ან ოფიციალური სახელი არ უნდაო. ჩანთა როგორ გაწია იმან, იმიტომ რომ ვიცი რაღაც ჩავკანიანი არისო, მომპარავს ალბათ და მაგიტო გაწია ჩანთა. საკმაოდ ელეგანტური ისა რა ქვია ადგილი არის. I should have wore something else. Hey, these squares have a problem with your threads. Take it up with my old man. He'll tell him to kiss his ass. სხვა რამე უნდა ჩამეცვაო. Nice thing about having fuck you money. ყველა როგორ მიყურებს ნახე. This short, darling, but I've got a meeting coming up. Remy, a pleasure as always, sir. 2 more glasses. ეს არის ალბათ. აი ვიტო ეგერ. Good to see you. This is Vito Scaletta. როგორ დაბერებულადი. ამას გეუბნებოდიო მეო. So you served in Vietnam, huh? შენ ვიეტნამში იყავი ხო? დიახ. Sal tells me you're under a few pieces of tin over there. Well, I served with some good men. Nothing I did would have happened without them. Army, Marines? Regular army at first, and then I was თავიდან recruited to the 5th ჩვეულებრივ არმიაში ვიყავიო, მაგრამ მე სპეციალურ ძალებში გადავედიო რა. And not that anything's gonna Კაი go კაცები wrong, იყვნენ but just მაიკო. in case. God damn, don't you want a man like that on your side?
ცუდი არაფერი მოხდება, მაგრამ შეხედე უბრალოდ ანუ ფიზიკურად არ გინდოდა ამასთან არ მოგინდებაო ეს კაცი შენს გუნჩიო? ნუ რაღაც შემიტყვიო კი რატომაც არაო, მაგრამ მე ხოლმე წავიდეო საქმე მაქვსო და მადლობა რომ მომიწვიე თუ აქო. Christ, that guy's an asshole. Fucking carpetbagger. რა ბიჭვარი არისო ეგო რა. Sent him down here from Empire Bay about 15 years back. He's been a pain in my goddamn ass ever since. 15 წლის წინ ჩამოიყვანესო აქო და მაგის მერე ტვინი წამიღო რა. Sammy didn't tell me too much. სემის ვარო თქვია ბევრი რაღაცაა რა, ეს მოვიდიო მე აქო. Twice a year the feds take old money out of circulation and destroy it. წელიწადში ორჯერო Over the course of the next few days, that money's going to be delivered here to the reserve in town. And you're gonna hit one of those shipments? No, sir. We are going to use that occasion to gain access to their vault. And then steal everything that ain't nailed down. Should be 6-7 million in there, easy. That's pretty fucking ballsy. It's a chance of a goddamn lifetime is what it is. Now, Vito's fronting a lot of the money for the job, and he got us the combination to the vault. Hey, you had a chance to see Danny? No, not yet. Oh, well, you will. We brought him and his old man in on this, and they're gonna need your help, so go see them. They're still in that same place. There's something else we got to talk about. Now, it's safe to assume you know about the problem Sammy's been having. I took care of the Haitians. Once things settled down. მოგე ლაგეხს ახლა რაც ხდება, ესე იგი ყოველ წელიწადში ორჯერო ცვლიანო ფულსო რა, ფედერალებიო და ძველი ფულიო გადააქვთ გემთო რაღაცა სხვაგანო და შესაბამისად ახლა ჩვენ მაგ გემსო გამოვიყენებთ იმისათვისო რომ სეიფშიო შევიდეთო. ანუ ალბათ ფულს რო გამოვიტანან იმ სეიფიდან, ჩვენ რო შევიდეთ მე მაგ სეიფში და რაც არის ალბათ ახალი ფული, ეგ რო გამოვიტანოთ იქიდან და იქნება რაღაცა 7-8 მილიონიო. და ნუ კარგად მივხედავთ რა მაგ საქმესო და ეხლა ლაპარაკობენ იმაზე რომ ეს ეუბნება ლინკონს რომ მეო ვიციო რა სემსო რა პრობლემებიც აქვსო ჰეიტერებთან თუ ჰეიშენებთან ვინც არიან ეგენი. მაგრამ ეხლა ლინკონი ეუბნება იმას რომ მეო მივხედეო რა მაგისო. Money will start coming in again. You see that right there? That's what I'm talking about. You didn't sit around with your thumb jammed in your ass. You saw a problem, you went out and took care of it. God damn, I'd take that over money. შენ არ დამზარხარო ხო ერთ ადგილზეო ადექიო და შესაქმესო მიხედეო. ძალიან კაცი ხარო როგორ გააკეთეო რა. I wouldn't expect otherwise. But you know, even after we all evened up, you're still going to be slopping around in the ass end of this city. Not much of a future in that. But maybe there's a different way forward, you understand? ეხლა გვთავაზობს რომ მაფიაში შევიდეთ, ანუ ჩვენ რომ მოვჩებით ამ საქმესო რა შეეხება მაგ სეიფის გაძარცვას, შენ მაინც ქუჩაში იქნებიო და ვერაფერს ვერ გააკეთებო და ან მომავალი არ გაქვსო. ხო და ეხლა ალბათ შემოგთავაზებს რომ მაგას შევუერთდეთ. What you have in mind? და რაზე ფიქრობ რომ რას მთავაზობო რა? I want you to know, I mean no disrespect. მინდა რომ გითხრა რომ Sammy's a hell of a man. ცუდად არ მიიღო რა. He's not getting any younger. სემი კაი კაცი არისო, მაგრამ ეგო It's time to make a change. ახალგაზრდა ვერ გახდებაო ვერასოდეს ხო და ჯობი არისო რომ შევიცვალოთ, ანუ შეიცვალოს რაღაცეები. ანუ სემის მაგრა თუ შენ იყავიო მთავარიო. მაგ ჰალოუს მთავარიო. სემიზე ნუღელაო. მე და ეგო სულ არ ხსოვავთ ერთერთო. He took me in when I had nowhere else to go. Treated me like a son. I'm sorry, Mr. Marcano. I can't do that to him. მოკლედ ეხა ფულს რო გამოვიტანთ ჩვენ მაგ სეიფიდან უკვე იმდენი ფული გვექნებაო რომ შენი ეგ სემიო გაუშვიდო პენსიაზეო და შენო ჩაანაცვლო ეგ სემიო, მაგრამ ლინკონი ეუბნება რომ მეო მაგანო მე მიყო როცა პატარა ვიყავიო რა, ანუ იმ დროსო როცა არაფერი არ მქონდაო და დამეხმარაო და ეხა ვერ გავუკეთებ მე ისე რომ ან შევაშინო ეგო ან კიდე რავი ჩავანაცვლო. Well shit, son. ჯანდაბაშვილო. I'd be lying if I didn't say I wasn't just a little disappointed. ცოტა იმედი გამიცრუდაო რა. რო არ დამიდახვეო, მაგრამ გავიგიო. შენ which is something that is scarce these days. loyal იყო ან ერთგული ხარო რა, რაც დღესდღეობისა და იშვიათი არისო. Thing we've been talking about. კიდე გინდა რომ დაგეხმარო მაგ პრობლემაშიო ან რაღაც სამუშაოშიო. Damn right I do. რა თქმა უნდა. And when it's all done, you all be more than square with me. You have my word. და როცა მორჩება ყველაფერი უკვე თქვენ ბარი-ბარში იქნებით ჩემთან. That would kidnap and torture anyone suspected of რა working გინდა რომ with the ეს რეალური ხალხია? I'm trying to ascertain the level of training that Lincoln Clay received during his time in Vietnam. Someone like that you don't need to train. You point them in the right direction and get the fuck out of their way. ლინკონის ტრეინინგი როგორ იყო მაინტერესებსო რა და ლინკონსო ტრეინინგი არ გაულიაო რა, ეგეთი ტიპიო, ისეთი არისო რომ აი პროსტა მიანიშნო რომ წავიდესო იქო და იქ წავაო და გააკეთებს რაც უნდა გააკეთოსო.
ანუ ესე იგი გასაგებია ეხა ანუ ხო ვაკეთებთ ესე იგი იმ სამსახურს რის გამოც წამოვიდით აქეთ არა და მეგონა რომ აქ გაზი იყო რაღაც და მაგით ჩაგვეძინა ეხა მივხვდი ყველაფერს გასაგები არის use interview to track enemies you all the scene ფულს ახმარებით ანუ უკვე დანახული ვინც მყავს იმას ხედავ ესე და ერთი კიდე აგერა კიდე მეორე ამან ფული კიდე ვერ გამოიტანა კაცო აქედან ისე მიდი გიოსთანა და ვა ეს არ ვიცოდი ამას თუ აპირებდნენ არ მეგონა ეგ ნახე ეს საინტერესო არის არა მისიები მართლა კაია ჯეჯობით ხა აქ გადახურდაო ეგო თქვენ კარგად ხართო და კიო მალე ამოდითო რა მაქედანო ოპა სინათლები ჩააქრესო და შენო ფულს მიხედეო და მე მიხედაო მაგეთო თუ მარტო აქედან ათო ეხლა ცოტა საშიში არის საქმე და ვიზახოდი რომ თუ მარტო აქედან მოვლიან თქო მაშინ პრობლემა არ არის მარტივად მიხედავ ამათ ეს გაჭედილი არის ხო გაჭედილი არის მეთქი რატო არ გვდება თქო მაგრამ რა შვებით ამოდი ღეთ მაგედან ყრის ქვემოთ გასაგებია ეს არ მაინტერესებს დედა ხა მიგვირს რომ სპეცნაზმი არ მოყავთ ხა აქ და მხოლოდ ეს რაღაცა პოლიციელები მოდიან და პოლიციელები კიდევ ვერ შევიან არაფერს მაინც მაგრამ მე მგონი კაი იქნებოდა რომ მასკა რაღაცა მსგავსი გავაკეთებინა რომ ვერ დაგვინახონ ამათ თორე ეხა უკვე იციან ვინც ვართ და სომორჩა God damn it, those guards will cut us down the second we make a break for it. Tell Danny he needs to get us out of here. მოკლედ ეგენიო მალე დაგვიჭერენ და უთხარი დენესო რომ მალე გაგვიყონოს აქედანო უი ბომბა მაქვსო რა და ავაფეთქებო და ეგ რასიზამსო მერეო რასიზამსო და ხრელს გააჩენსო და მარტივად გაიქცევითო მაგედანო დინამიტი არის ეხლა რა რთული მაგაში კი არისო რა ცეცხლს დაუკიდებო აფეთქდება უდავსო ტიპებმა მთელი სეიფი ჩაიდანოს ქვემოთ მაგრამ დავიჯერო ამ სეიფის ქვედა ნაწილი არ იყო ის რა ქვია რკინის ანუ მარტო ეს ცემენტი იყო გადი ლინკამ გადი ამას დაეცა მოიცა მეგიშველით მე არავინ იცოდა სემარკონო რატო შეუბრუნდა ტომას ბურგსო პონტი ვერდუ წაიღო მისგანო და სხვას მიცაო დენი ბურგი იყო გაძარცვის ერთ-ერთი წევრიო He figured if the heist was a success, Sal would forgive him and return point for Dunn. ესე იგი, იქ ერთ-ერთი ტიპი ვინც არის, პონტო რაღაცაო წაიღო სემაო მაგისგანო რა და თუ ეს გაზარცვა იქნებოდაო, კარგიო, ანუ ყველაფერი კარგად ჩაიროლდაო, მაშინ სემიო მიცემდაო მაგ ტიპსო, მაგ პონტო რაღაცასო და მაგიტო დაეთანხმაო, რომ ეს სეიფი გაგვეზარცვაო რა, თან კიდევ ვიღაცა ჭკვიანი ტიპი არისო. აი ეგერ არის აი უკვე ეს არის ტრეილერ რომელიც გამოიყენეს იმის გასახვედრად სეიფის you're a penetrator all right hey no I heard there ain't nothing sweeter than Vietnamese pussy you tell me it's true Casanova Clay shit man it's so fucking good to see you you too Danny that's Nikki damn she wanted to be here but I remember how old it is. Oh, God damn! You piece of shit! Yeah, unfortunately. Come on, let's grab a beer. Wait for the old man to chill out, and then we can get down to it. Yeah.
What's up, man? You already got it all set up and organized. All the girls gonna be there and everything, except we just gotta go in my cars, because we can't roll up in that beat up piece of shit outside. Oh, you didn't just call my all. ყველაფერი დაგეგმილი არისო რა, მაგრამ მაგნა გავმანქანი თუ არ მივალთო იქო. ჩემ მანქანი თუ წავიდეთო. Got the custom 358 and the 4 shipped out. That ain't the only thing you dropped in her. Maybe you should tell me about how you'd borrow it from Ellis and take the ladies for a ride. ნუ ახლა საინტერესო არაფერს არ ამბობენ. ორი მთვალი არის. შენი მანქანა ჩემი მანქანა წაიყვანეო, შენო გოგოებისთვისო და ხო? Not just the back seat, every square inch. I don't need to be riding around sitting in your shit. Hey, and you, funny man, you gonna fucking help? Like hell I am. Shit, I didn't get any. Yeah, well, it's just new. Jesus Christ. ესე იგი მანქანა მოპარეს რა იმ ლინკონს და გოგოები წაიყვანეს მანქანაში და რაღაცები გააკეთეს ხო და ლინკონმა უთხრა რომ ეგ მანქანებიო გაწმინდეთ ხა ორივე მალეო. უკანა მხარე კი არაო, ანუ უკანასი დენები კი არა ყველაო. დონი და ელის. თქვენ გამოიყენებთ მაგდრელს. შენ და ჯორჯი იქნებით შიგნით. ფულ ჩაღლეთ შიგნით და გამოხვალთ გარეთ. To get it through the canals and into possession. Ellis and I worry about the boat. მარტივი სამოძრაო არ არის ეგ დროელი, მაგრამ რაღაცას ვიძამ თუ. Giving you his truck. Between that and the uniforms and no one gonna give us a second look. და კიდე უნიფორმა გვეცმებაო რა და არავინ არ შეგვხედავს რაღაცა უცნაური თვალით. Hey, and you two assholes. Don't think this gets you off the hook when it comes to my car. Y'all best get ready to clean it. I ain't cleaning shit. თქვენ რომ მანქანა გაწმინდეთო. მე არაფერს არ გავწმინდაო, მე გოგოები არ შემიყვანია იქო. My father was a lot of things, few of them. მამა ჩემი ბევრი რამე იყო, უმეტესობაო კარგიო. He started out smuggling moonshine. მაგრამ So he knew about the canal. ღვინის მოპარვაო დაიწყო და მაგიტო იცოდაო რა ყველაფერიო რა შეეხებოდაო. მიწის ქვეშა გასავლელებს. It was his idea to use a boat to move the drill into მისი იდეა იყო რომ დრელი წაგვიღო პოზიციაზეო. He was a real son of a bitch, my father. ნაბიჯვარი იყო მამა ჩემი. More than anyone else, I blame him for what ყველაზე happened. მეტად მაგას ვადანაშაულებ იმასთან დაკავშირებით რაც მოხდაო. Fine. შენ თუ გინდა რომ შენ თავი მოიკლაო, კარგიო, მაგრამ შენი შვილი მაინც ატოვეო მაქედან რა. Then he died. მისი ბრალია რომ დენი მოკვდაო. დენი ის არის რა, უშეშ ზეუნებოდა რომ მანქანა გაწმინდეო. გრძელთმიანი ტიპი რო იყო. მოიცე, გამოგვიყვანია კაცო და ფული სად არის? იპოვით აქედან გასასვლელს რაღაცა გზა იქნებაო. მოკლედ, როგორც გითხარით რა, ანუ სახელებსაც შეეხება ფიზიკურად ვერ ვთარგმნი, ანუ იმდენი სახელები არის და იმდენ რაღაცებში ძახიან, რომ აი თან მალტივ სახელებს კი არის ძახიან, რომ აი თუნდაც ფალკონი რო თქვან ახლა ერთი მაგალითად და ვსო, მეტი არაფერი, არა. ფალკონი, გრაცია, გიზია, რაღაცა ეგეთი 3 და 4 სახელი აქვს ერთი იფს. და მე ვარ ერთმანეთში ყველაფერი. გადი. აუ. რას მიკეთებენ ესენი პროსტა იარაღები აქვს ტიპებს და არისვრიან. აი, მოვკვდი ახლა დამაწყებია თავიდან. მოკლედ არ ვიცი როგორ არის ამხელა მე მგონი მაპიცა არის აქ 2002 კილომეტრის. წავედ. ხო, ძმა, ხო, მაგრამ ეს 2000 მეტრი რანაირად არის ეს ადგილი. აუ. გადი ახლა არ გამაჩეროთ მანდ. არ ვიცი ეგეთი რაღაც ადგილი თუ იქნებოდა მანდ, მაგრამ სამაგერად პოლიციელები კიდე გავაკვეხეთ რა იქ. და ახლა აღარ მომსდება. როდის უნდა გავიქცეთ ახლა აქედან საბოლოოდ, ანუ რამხელა ადგილი არის? გადახტო მაგვიწევს? ოპა. კიდე კაი ამბავი მაქვს, მართლა მაგას გეტყვით ახლა ცოტა ხანში. ეს რა სახე მიიღო ტიპმა. ანუ კიდე ვერ გავვედით? რა გიხარით? ფული სადა გაქვთ? ყველა კარგად ხართ? გიჟობა რამე იყო ეგო? What the hell we gonna do now? კარგია რომ ყველას უნდა თქვა, მაგრამ ეხლა რას ვაკეთებთ? ერთი გზა არის, აი, რომ გავიდეთ გარეთ. მეღადავებიო, პოლიცია იქნება ყველგან იქო. They'll be too busy dealing with Mardi Gras. Notice us. Let's go. Damn it, this ain't a gas.
აი, აბა ნახოთ ახლა პოლიცია დახვდება თუ არა იქ. და კაი ამბავი არის ის, რომ Sony-s თამაშები როგორებიც არის God of War Ragnarok-ი, Horizon Zero Dawn-ი არა და მაგის ახალი ნაწილი. ეგენი არ იყო Steam-ზე რა და გაუქმებული იყო ყველა პლატფორმიდან საერთოდ, გარდა მე მგონი 150 ქვეყნისა. მაგრამ ეხლა დააბრუნეს ეს თამაშები და უკვე Steam-ზე შემიძლია რომ თუნდაც ვიყიდო God of War Ragnarok-ი, მაგრამ გადაღებით არ ვიცი გადავიღებ თუ არა, იმიტომ რომ არის კაი კომპიუტერი ჭირდება რა და ეხლა ჭედვით გადაღებას აზრი არ აქვს რომ ყველაფერი ლაგავს. შეგიძლია სერულიო? Io. Da me ხმარებითო? Hey, don't put me the fuck down. If anybody asks, we say he's drunk. თუ მე გითხავთ რომ უთხარით რომ თვალი არის, მაგრამ სისხლი მოდის ფეხიდან და საინტერესო როგორ მოვატყობთ ვიღაცას რომ ეგ თვალია. ეგ რა იყო ხო? A friend in Jesus. ღმერთში იესოში მეგობარი? ერთი მაგის მკერში ხედეო. აუ დაინახე მაგის მკერდიო და გაჩუმდიო რა სამ დაგუჭირესო. ეხლა ვეძებ ტელეფონს. ეს პოლიცია? შერიფი ვარ. კაი, მივაგნოთ ეხლა უცებ ტელეფონს, სადმე გადავრეკოთ, სადაც უნდა დავრეკოთ და მერე უკვე მოვჩები ვიდეოს, იმიტომ რომ მე მგონი ძალიან მეწელება ისედაც ეს ხა ეს ნაწილიც და აუ, სულ ეგრე. გამოდი ტელეფონიდანო. ეხლავე. ჩემი ჯერ ისეთი მნიშვნელოვანია როგორც შენიო. კაი, დავრეკოთ. ეს ბავშვი თუ უნდა მყავდეს ისე გადაკიდებული, ეხლა მაინც დასვიძირს კაცო, ეხლა ხوار მოვძრავებთ არსად და We're in some deep shit, need your help. შენ დახურება გვინდაო? პარადარუთთან ვართო? მან ვერ მოვალო, იმიტომ რომ დაგეტილი არის გზებიო. მანდ მაღაზია არისო? ახლოსო და მიდიო მანდო. მანქანა დაგეროდებოდო მაგ მაღაზიასთანო და ოღონ ფრთხილად იყავიო შენო რა. საღაცა აქ არის სასაფლაო როგორც ვიცი და სასაფლაოსთან ახლოს არის ეგ მაღაზიაო. ღმერთმა დალოსო ეგ კაციო რა რო გვეხმარებაო ესო. რაღაცა ფესტივალია როგორც ჩანს ახლა ყველა საათი მას გაუგეთია. ეს რა უცნაური რაღაცა. დავიჯერო რელიგიური ფესტივალია? გადი ხალო იქით, გადი. და შავებიც თეთრებიც ერთად არიან, ეხლა ეს კიდე უფრო უცნაურია. ამას კიდე ვაფშე შავი შეყოლებული ყავს, არ მეგონა ეგ თუ იქნებოდა. ეხლა 100 მეტრი უნდა გავიარო ფეხით ესე? აუ, აი რა პრობლემაა გავიაროთ. ეხლა ლაპარაკობენ ჩვენზე რომ ორმა კაცმა გაძარცვაო ყველაფერიო. ოპა, პოლიცია არის აქ. პოლიცია ეგრე ვიღაცასთან არის დაკავებული. მანამდე კიდე ჩვენ გვერდი გავუაროთ ამას უცებ. ეხლა ჩვენზე ლაპარაკობენ კიდე ერთი შავკანიანი იყო, მეორე თეთრკანიანიო და კიდე ორი ვიღაცა ტიპი იყო გემითო. ფრთხილად იყავითო, იმიტომ რომ შეერაღებული არიანო. თვალია. აუ პოლიცია. არ დამინახოთ რა გაიწი. აუ ვიღაცა ცემენ. იდე კაი. სად არის აბა ეს ხა შენი სემი კაცო, მალე მოიყვანა ეგ მანქანა, რამდენი ხანი უნდა ვალთრივო ეს კიდე ბავშვით აქეთ. აუ. ეხლა რა ჯანა ბაქნა თუ? დამშვიდიო. ყველაფერი კარგად იქნება. თქვენ დენეს აიყვანეთ და ფული. მე პოლიციას მიხედავ. It's all right. He ain't going alone. არა უშავს ეგ მარტო არ მიდისო. We all got a friend, Jesus. მეგობარიც მიყავსო აგერო. All right. Let's go. უნდა მოგლა პოლიცია? ეგეთი მისია მეგონი არის მქონია. რო აი იმენა პოლიცია უნდა მომეკლა რა. Hey! Over here! საინტერესოა. წითელ ზონაში ხარო? ნუ გასაგები არის, ესე იგი, წითელ ზონაში ხარო რა. შენო პოლიცია გესვრისო და კითხვებსო.
ვერც მოვასწარე რებს გაკეთება ესე პირდაპირ მომკლეს და რა მექნა ხა აქ. მაგრამ უნდა გავქცეულიყავ როგორ ჩანს იქეთ მხარეს. გასაგებია. კაი, პირდაპირ გავიქცეთ ხა აქ ჯობია, არ გვინდა მათი მოკლა და რაღაცეები. და ვიდეოსაც კიდე მოვჩები, იმიტომ რომ მეგონი 1 საათზე მეტი არაც ვიღებ და არ მინდა რომ ამ ხლაზე გავწელო, იმიტომ რომ მე დაედიტებას კიდე უფრო დიდი ხანი უნდა. აქედან გავეპარები, იმიტომ რომ იქ მანქანა არის მაინც. მიდი. აქედან ვერ გადავხვდები სამწუხაროდ. აი, სასაფლაო აგერ არის და მაღაზიასთან ახლა უნდა გავიდეთ აქედან როგორმე და უია პოლიცია არის. დიდი ვაროთ აქედან გავალთ მაგეთ ახლა მაღაზიისკენ. გავიგე ძმა, არ მინდა ეს რაღაც ლურჯი ზონებიდან და რაღაცებიდან გასვლა. მაინც მომოკლევი ეს თავი. არა და არ მინდოდა რომ მომეკლა პოლიცია, მაგრამ რასია. ახლა საიდან გავიდე მანდ? So. და იმედია რომ აქ ახლა მანქანა ეგ არის. ჯორჯი სად არისო? დავკარგეთო რა, მაგრამ გითხრა რომ გვიპოვიდაო რაღაცაო. წავიდით, უცებ. ვახ. გადი. მანქანის სიცხე სად არის? ეს მწვანე რაღაცა როა ეგ არის ალბათ მანქანის AHP ესე რო ვთქვათ. მოდი აქეთ შევუხვით და პოლიცია გვერ შემოუხვეს ეგრე მალე. რა მსიგძია ეს მანქანა? და რატო არიჩიეს ესეთი თავგადახდილი მანქანა? უფრო მარტივად მოარტყამს ახლა ამგენს. ჩემი აზრით. აუ ეს მოძრაობა რა უცნაურია ამ თამაში. კამერა რაღაცნაირად აი მოძრაობს კიდე მანქანასთან ერთად. ზედმეტ ჩქარი ხო არ არიან ესენი? So, დავკარგეთო. ვიდი. ჩვენ თუ აქედან გავიქეცითო, საწოლშიო საბანეს მაგივრათო კერძი მექნებაო გოგოებისო რა. გამდიდრდითობსო? ნუ აი ეხლა რო თქვა რომ გამდიდრდითო ჩვენო მაგაზე ტომი იტყო და იმას რომ ჯერ მოიცადეო ყველაფერი კარგად რო იქნება მე აღნიშნეო. და მართალიც არის. შეიძლება ხა კიდე რაღაცა მოხდეს აქ. კაი, ნუ აღნიშნოთ ჯერ. არ იცით რა მოხდება. მივედით სემისთან თუ არა კიდე? აჰა, აგე, ჩვენი ფულის. რამდენია? $2 million. 2 მილიონზე მეტი არის ცოტა. თითო გაყოფაზე. ანუ ეგ არის რაღაცა 6 მილიონზე მეტი. I'm calling the man I know, having him bring over 3 hookers. Boy, ain't no hooker ever stepping foot in this house. აუ, ესენი კიდე მას ლაპარაკობენ რა. ქალებს მოიყვანთო. ქალები ვაკ არ შემოვლიანო, დარწმუნებული ხარო, ოღონდ შენთვის მოიყვანო. You know, my entire life there's always been someone standing over me, telling me where I could go, what I could do, who I could be seen with. This. თქვენ რას გააკეთეთ დღესო? ყველაფერი შეიცვალაო. ეს უბრალოდ ფული არ არის, ეს თავისუფლებაა. ნამდვილი თავისუფლება. ვერავინ მიყარდადგება უკვე ჩემს ზემოთო რა და ვერაფერს ვერ მეტყვისო. და არა მარტო ჩემს ზემოთო რა, ზოგადად ჩვენს ზემოთო. Real freedom. Ain't no one standing over me again. Over any of us, huh? Vouloir c'est pouvoir, hein? Vouloir c'est pouvoir. Well. ეს დაბრუნებულა. მეგონა დაიჭირეს. Look at what I dug up. ანახე მე რა მოვიყვანე, ოპა. Holy shit. It'll be my pleasure. Georgie told me shit went sideways doing the Georgie მითხრა რომ ყველაფერი ცუდა წავიდაო. და ლინკოლმა გადაგარჩინოთ თქვენ. I am Sal. More than you'll ever know. უნდა გვიხაროდესო მაგისისო რა. Down home hooch right there, isn't it? All right. Listen, I got a guy outside. You don't mind if he comes in and packs up my cut? Not at all. ერთი ტიპი მყავს რა გარეთ და ხო არ იქნება პრობლემა რომ მოვიყვანო და ჩემი ნაწილი ვაიღოსო. They all the same. Hey, take the one on the end. It's your cut. Plus what I owe you.
Even put in a little extra. ეს შენი ნაწილი არისო და კიდე რაც ვალი მაქვსო ეგეც არისო მანდო რა. რაღაცა აქ მეგონი კაი არ მოხდება ეხლა, იმიტომ რომ ძალიან უცნაურად უყურებიან ეს ცენტრები. Possibly the baddest motherfucker I ever laid my eyes on. You shouldn't have said no. ხო? მოიცა რა? ბიჭო, რამდენი რაღაცა მოხდა? შენს არ აგონია სად მიდიხარო? მოკლეს ბიჭო ესეც. Stupid fucking niggas. Come on, grab that bag, let's go. ჯორჯის მაინც რა უნდა კაცო? When I got to Sammy's, the whole place was burning. როცა მივედიო, მანდ ყველაფერი დამწვარი იყო უკვე. I still don't know what brought me there that night. არ ვიცი რა მომიყვანა ეგ საერთოდ. In Providence. რაღაცა ღვთიურმა მიმიყვანაო მანდ. Or something else. ან რაღაცა სხვა მო. გადარჩა. ეს Far Cry 6 ვარი მოსკოვს ისე. Lincoln. მახელაგას თუ გააცრევ მაკენა ყოჩახ შენს გა. ამ ეპიზოდს და ვარ უკვე აღარ ვიცი, ანუ ამდენი არ უნდა მეთამაშე წესით, იმიტომ რომ ეხლა ძალიან გაიწელა და კიდე პლუს მე რაღაცა მოხდა, რომ არ ვიცი, ანუ ვერაუდივარ თითქოს აი ემოციებს ალბათ, არ ვიცი. საინტერესო თამაში არის მართლა, არ მეგონა ეს თუ იქნებოდა. When I was pulling Lincoln out of the fire, he woke up long enough to tell me to call John Donovan. როცა გამოაჩრია ლინკონი ჯონ დანოვანს დაურეკეო ესე მითხრაო. და სწორად ეგ გავაკეთეო. Most days I wish I'd never made that call. მარა ვისურვებდი რომ არ დამერეკაო მაგათვისო. Do you know this individual? Donovan, ამას იცნობო? კიო. Sal Marcano. Sal Marcano ეგო. And how about this man? That's და ამასო? worthless piece of shit brother Lou. ეგ მისი ძმა არის, ლუ. Enough of the dog and pony bullshit. What's your real question? ნამდვილი კითხვა რა გაქვს, ეგ მითხარიო. Did you help Lincoln Clay murder Sal ლინკონს აეხმარე რომ Sal Marcano მოეკლაო? You're goddamn right I did. იეხო. ო. ვიდეოს როგორ გადარჩა? ანუ როგორც გადარჩეს, ეხლა წესით პარალიზებული უნდა იყოს ან რაღაც ეგეთი. და სახლში უვლის ეგრე? თავში ნასრულა და მიას. ანუ ფაქტობრივად ლოცვების გადაარჩენა ტიპი, აგა ეს კაცი ისა. საკმაოდ უცნაური რაღაცა ხდება ახლა. ეს პრეზიდენტი არის რაღაცა თუ რა საჩვენები ამ ტელევიზიაში რაღაცა რეალური ფაქტები არის თითქოს. აჰა. So those the men you gonna kill, huh? ანუ ესენია ვის მოკლა წმინდაო, ხო? კიო, ეგ არის გეგმაო. It's a dangerous course you're contemplating. ეგო საშიში საქმე არისო. Deserves to die. I won't argue otherwise. Sal Marcano იმსახურებს მოკლასო. მაგაზე არ უთქვი ვარსო, მაგრამ That's not enough. It's enough if you say. მაგის მერე მოუჩითო. არაო, ეგო არ არის საკმარისიო. საკმარისი მაშინ იქნება, როცა იტყურო საკმარისი არისო. I know what Sal did to you, Lincoln. ვიცი მაგან რაც გიქნა შენო. Nothing you do will bring any of them back. მაგრამ რაც არ უნდა გააკეთო, უკან არ დააბრუნებსო არავისო. This isn't about bringing them back. ეს მაგათი უკან დაბრუნების გამო კი არ არისო. Exacting some street justice. It's about making that bastard feel what it's like to lose everything. ან ქუჩის გამო კი არ ვაკეთებო ამასო. I take it all away from him. იმანაც უნდა უყუროსო, მე როგორ მიმაქვს ყველაფერი მისგან, როგორც მე გამაკეთებიაო. ეგო სამხრივი გზა არისო ლინკონ. და როცა დაიწყებო მაგასო, მე უკან ვეღარ დაბრუნდებიო. I'm going to Sammy's to get my stuff. მე სემისთან წავალე ხარო, ჩემი რაღაცები ავიღო. შემზად ხარო? I'll be waiting in the car. მანქანაში დაგლოდებიო. ვა, აი ხა
არა, ძალიან მაგარი თამაში არის ბიჭო, აი მე უკვე Turn the other cheek. Not fight back. Problem is that don't work. Not in the real world. ეხა ბიბლიიდან გამოიღო მე მგონი ერთი ის ნაწილი ნაწყუდი არის ეგეთი რომ ხო იცი აი ერთ მხარეს უდაგარტყამან მე მეორე შეუშვირეო მეორე ლოყაო და ბავშვობაში უკვე გვასწავლეო ეგო მაგრამ ეგ არ მუშაობსო და ჯობია რომ ბიბრძოლოთო რა და სხვადასხვა ეგ მაგას არ ნიშნავს რომ მეორე მხარეს შეუშვირეო და ეგეთი რაღაცა მაგას ხო ახსნა აქვს კიდე და ბევრმა ვერ გაიგო ეგ მაგრამ საკმაოდ საინტერესო იყო მაგრამ ძალიან დიდი ხანი გამოვიდა თამაში, იმიტომ რომ შევყევი რა, აი მართლა ძალიან შევყევი, კარგი თამაში არის და მაგიტო. წამო ლინკონო, აი არ გვინდა ეხავსო, მორჩო, დღეისათვის ესე იგი სულაც იყო, დიდი ხანი გამოვიდა ძალიან ვიდეო, მაგრამ მაინც აი ყველაფერი ძალიან მაგარა განვითარდა და ყველაფერი კარგად მოხდა და დარწმუნებული ვარ რომ ეს თამაში მეორე ნაწილზე უფრო უკეთესი იქნება ჩემი აზრით. ვის რო ბევრს ეხა ბევრი შემეწინააღმდეგება, იმიტომ რომ ბევრისთვის ნოსტალგიური თამაში არის მეორე, მაგრამ ჩემი აზრით ეს იყო ძალიან მაგარი თამაში მართლა რაც გავიარეთ რა, ანუ რამდენიმე მისია ხო იყო და მეორე ნაწილზე ბევრად უკეთესი იყო ჩემი აზრით. თქვენ კიდე კომენტარი დამიწერეთ და რა ვიცი, გავარკვიოთ რომელი უფრო ჯობია ჯერჯერობით რა, ორი ეპიზოდიდან გამომდინარე. ეხლა წავედი, წარმატებები ყველას და დროებით.